გამარჯობა, მე ვარ ანა, ვარ ფსიქოლოგი და ამჟამად უნივერსიტეტში ვასწავლი ამ მიმართულებით. 2 წლის წინ მქონდა მძიმე დეპრესია და დამჭირდა ფსიქიატრიული სერვისის მიღება. ნებაყოფლობით მოვხვდი ქავთარაძეზე არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც მოხდა ჩემზე ფიზიკური და სექსუალური სახის ძალადობა. ერთ-ერთმა სანიტარმა დამარტყა, ძირს დამაგდეს და შემდეგ როდესაც დამაგდეს დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ეს სანიტარი ჩემ ფეხებზე იდგა, იმიტომ რომ შეზღუდა ჩემთვის მოძრაობის საშუალება. მეორე სანიტარი ამ დროს ცდილობდა რომ დავები ამ მთლიანი პერიოდის განმავლობაში მუდმივად მაგინებდნენ, სიტყვიერად მამცირებდნენ. შემდეგ უკვე პალატაში შემიყვანეს, სადაც დამაბეს და ეს დაბმაც ისე მოხდა, რომ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, როცა მე დაბმული ვიყავი არანორმალურ ფიზიკურ ტკივილში და ამ ტკივილში ვიყავი, იმიტომ რომ ზედმეტად მაგრად ვიყავი დაბმული, როდესაც ესეთი რაღაცა არ უნდა ხდებოდეს. როდესაც დამაბეს ერთ-ერთმა სანიტარმა ამ დროს ცადა ჩემი დახრჩობა ყელში მიჭერდა და ეს ყველაფერი იმდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რომ უკვე ხედველობის უნარი დავკარგე, სრულიად დაბნელდა ყველაფერი და მე სერიოზულად მეგონა, რომ იმ მომენტში და იმ წამს მე მოვკვდებოდი და მან სრულდებოდა ჩემი ცხოვრება და ძალიან მძიმე იყო ეს, იმიტომ რომ მე დაბმული ვიყავი და არანაირი საშუალება არ მქონდა, რომ რაიმე სახის წინააღმდეგობა გამეწია მათთვის. ეს ყველაფერი რო დამთავრდა რაღაცა პერიოდის შემდეგ შემოbrunდა ისევ ის სანიტარი, რომელმაც დამარტყა და რომელიც ზემოდან მედგა და სექსუალურად შემოვიწროვა, მაკოცა, ყველგან მეხებოდა და აქაც ისევ დაბმული ვიყავი ამ დროის განმავლობაში და არ მქონდა არანაირი საშუალება, რომ წინააღმდეგობა გამეწია და რაღაცა სიტყვიერად და ყვირილით ძლივს მოვიშორე თავიდან. მე 3 დღეს გამოვედი, მოვახერხე დედაჩემთან კომუნიკაციის დამყარება და გამიყვანა და ამის შემდეგ უკვე ვფიქრობდი, რომ რა უნდა გამეკეთებინა ამ სიტუაციაში. ერთი ძალიან კარგი ადამიანის დახმარებით მე მიმართე ადვოკატებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეხმარებოდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მთელი პროცესის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით, შევხვდით უამრავ წინაღობას, რასაც მარტო ბრძოლის შემთხვევაში მე ვერ გაუძლებდი და მე დიდი ხნის წინ ჩავიქნევდი ხელს. როდესაც ანა მოგმართა დახმარებისთვის, მას სხეულზე ჯერ კიდევ ეტყობოდა დაზიანებები, ამიტომ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, იყო რომ მივმართეთ პოლიციას, მოვითხოვეთ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და ყველა მტკიცებულების შეგროვება. თუნდაც დრო დავიწყოთ იქიდან, რომ თავდაპირველად ქონდა პოლიციელებთან შეხება, კი მათ მოაგროვეს მტკიცებულებები, მაგრამ თავიდან ყოველთვის იყო ესეთი სიტუაცია, რომ ისინი ეჭვის თვალით მიყურებდნენ მუდმივად, რადგან ის ადამიანი ვიყავი, რომელზეც ძალადობა განხორციელდა ფსიქიატრიულში და არსებული სტიგმებიდან გამომდინარე, ჩემი სიტყვების დაჯერება რთული იყო მათთვის და ეს ძალიან იგრძნობოდა. და აი აქ შევეჩეხეთ პირველ ბარიერს, როდესაც არგუმენტად გაჩნდა ანას დიაგნოზი. როდესაც პროკურორს მივმართეთ და მოვითხოვეთ დაზარალებულად ცნობა, პასუხად მივიღეთ, რომ არსებობდა ეჭვი, რომ ანას მონათხრობი არ არის სანდო, ამიტომ მოითხოვდნენ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ ანას მონათხრობი არის სანდო, მას შეუძლია ფაქტების დამახსოვრება, გადმოცემა, აღდგენა, ვინაიდან ასეთი მიდგომა არის ცალსახად დისკრიმინაციული და არ შეიძლება ადამიანს სისტემა თხოვდეს დამტკიცებას, რომ შეუძლია მას ჩვენების მიცემა, ამიტომ ცხადია ჩვენ უარი ვთქვით ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე. თუმცა მტკიცებულებების შეგროვების მიზნით ჩვენ დავეთანხმეთ ანას ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, რომელსაც უნდა შეეფასებინა ძალადობის შედეგად რა ზიანი განიცადა მან. ეს ექსპერტიზა ტარდებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ალბათ აქ ყველაზე კარგად გამოჩნდა, რამდენად სტერეოტიპული შეიძლება იყოს დამოკიდებულება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მიმართ. როდესაც ჩვენ გვქონდა შეხება ფსიქოლოგიური ექსპერტიზაზე,
იქ სრულიად არაპროფესიონალიზმს ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ პირველად, როდესაც ფსიქოლოგი შემხვდა, მას ჰქონდა იმდენად ემოციური იმდენად დიდი ემოციური გამოხატულება ყველაფერზე, რასაც უყვებოდი, რომ თავი მაგრძნობინა ძალიან ცუდად, პირიქით უფრო დამძაბა და ამას მოყვა საბოლოო ჯამში ის, რომ მათ დაწერეს, რომ მე არანაირ ფსიქოლოგიურ ტანჯვას არ განვიცდიდი, თუმცა შემდეგ უკვე, როდესაც დაზარალებული სტატუსი მოგვცეს და ეს საკითხი განიხილეს სასამართლოში, მან უკვე რაღაცა სახის შვება მქონდა, იმიტომ რომ მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი და მე მოусმინე, როგორ ესაუბრებოდა იმ სანიტარს, რომელმაც ჩემზე ფიზიკური და სექსუალური სახის ძალადობა განახორციელა და მან ვიგრძენი, რომ ამ შემთხვევაში ჩემი უფლებები მართლა ადარდებს ვიღაცას და მართლა მოხდა რაღაცა დონის სამართლიანობა ამ სიტუაციაში, რასაც უკვე აღარ ველოდი და ყველანაირი იმედი მქონდა გადაწურული, უბრალოდ მქონდა ჩემი ადვოკატების იმედი, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ და რომელთა გარეშეც მართლა ვერ მოახერხებდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფრუსტრაცია იყო ამ ყველაფრის ატანა, აი ამდენი ეჭვების, აი ამდენი უნდობლობის თითქოს, რომ მე ვიყავი არაადეკვატური, მე შეიძლება ვწდებოდე, ვერ აღვიქვავდე რაღაცას სწორად და საბოლოოდ ამ შედეგამდე რომ გავედით, ეს იყო მართლა ძალიან დიდი შვება. საბოლოო ჯამში ძალადობიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ სასამართლოში დავა მოგვიგოთ. სასამართლო დაგვეთანხმა, რომ ანას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა იყო შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩადენილი, მიუხედავად იმისა, რომ ანას არ ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სანდოდ და სარწმუნოდ მიიჩნია ანას მონათხრობი და გაიზიარა კიდეც. ჩემთვის რაც ამ საქმეში იყო ძალიან მიუღებელი ერთგვარად იყო ის, რომ მეორე სანიტრის პასუხისგებლობა საერთოდ არ დადგა. ამავდროულად იმ სანიტრის მიერ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე არანაირი რეაგირება არ იყო, თუმცა მაინც მოხარული ვარ, რომ ამ შედეგამდე გავედით, იმიტომ რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანების უფლებების დაცვაც მოხდება, ვინც მსგავს სიტუაციაში არის და აღმოჩნდება, იმიტომ რომ ჩვენს რეალობაში ფსიქიატრიულებში კურნალობას ახლავს თან მსგავსი სტიგმები, მსგავსი არასათანადო მოპყრობა და ძალადობა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შემთხვევა იქნება მაგალითი ადამიანებისთვის საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლონ და საკუთარი უფლებები დაიცვან და რაღაცა მაინც ცოტათი მაინც შეიძლება ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში ალბათ ეს საქმე ვერ ჩაითვლება იდეალურ მაგალითად, როგორ უნდა მიმდინარეობდეს მართლმსაჯულების პროცესი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მონაწილეობით, იმიტომ რომ აქ სხვა პირების მხრიდან ანას უფლებების დარღვევის, მასე ძალადობის ფაქტებიც იკვეთებოდა, რაზეც სახელმწიფომ დახუჭა თვალი, მაგრამ საერთო ჯამში ეს გადაწყვეტილება არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ხელს შეუწყობს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობას.